მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მეგობრებო, მე ვარ ვიქტორია, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. აქ და მინდა შემოგთავაზოთ საჯარო გაშლა თემაზე თუ რა გელოდებათ ამ ერთი კვირის განმავლობაში, ანუ 8 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით. გაშლა გვექნება ორ ვარიანტიანი. დავარიგებ ახლავე ვარიანტებს თქვენთვის, უნდა აირჩიოთ ერთი ან ორივე, როგორც მოგიზიდავთ არკანებით. და ნახოთ აბა რა გელოდებათ 8 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით. რა ელოდება პირველ ვარიანტს და რა ელოდება მეორე ვარიანტს 8 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით. პირველი ვარიანტი ასეთი გვაქვს, მეორე ვარიანტი ასეთი გვაქვს. მეგობრებო, საჯარო გაშლები რადგანაც არის უფასო, თხოვნა იქნება რომ ენერგიების დაბალანსების მიზნით აუცილებლად მოიწონოთ როგორც ეს ვიდეო, ასევე ვისაც არ გაქვთ მოწონებული ჩემი გვერდიც და აირჩიეთ ვარიანტი და დავიწყოთ ჩვენ ახლა პირველი ვარიანტიდან. კინახა მამერინა. და პირველი ვარიანტი თქვენთვის აქ ამოვიდა არკანი ხმლების დედოფალი. აქ თქვენს სქესს არ აქვს მნიშვნელობა, მამაკაცი ხართ თუ ქალბატონი. აქ ეს არკანი მეტყველებს იმის შესახებ, რომ თქვენში გამოიღვიძებს მაქსიმალურად თქვენი შინაგანი ძალა, თქვენი ანალიტიკური, თქვენი ლოგიკური აზროვნება, თქვენი ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება იქნება უფრო მეტად პიკზე, ვიდრე თქვენი მაგალითად შეგრძნებები და ემოციები. გარდა ამისა, თქვენში იღვიძებს მეტი სიმკაცრე, მაგრამ ეს სიმკაცრე არის საჭირო სიმკაცრე. ანუ ჩვენ აქ არ გვაქვს საუბარი რაღაც ისეთ ენერგიებზე, სადაც თქვენ ხდებით ზედმეტად გაბოროტებული ან ზედმეტად უხეში, ხო? აქ თქვენში იღვიძებს საჭირო ენერგიები. ის ენერგიები, სადაც თქვენ ზუსტად გეცოდინებათ, ვინ უნდა შეუშვათ თქვენს პირად სივრცეში და ვინ არ უნდა შეუშვათ და რა თქმა უნდა, რა დოზითაც. თქვენ გექნებათ ამის ძალაც, ამის ცოდნაც, ამის ინფორმაციაც და გარდა ამისა ხმლების დედოფალი არის უპირველეს ყოვლისა ვინ? რა თქმა უნდა, დედოფალი. ამიტომაც ამ არკანიდან გამომდინარე ვიტყოდი იმასაც, რომ აქამდე რა სახის სისუსტეებიც იყო თქვენში, ნელ-ნელა ამ ერთი კვირის განმავლობაში დაიწყეთ ზუსტად ამ სისუსტეების დაბრკოლებას. დავამატოთ არკანები და კიდევ ნახოთ რა გელოდებათ. რა არის პირველ ვარიანტს? ნახოთ აბა 8 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით, არკანის შეყვარებულები, ხმლების პაჟი, ხმლების უზი და ხმლების ორიანი. მეგობრებო, რა დღეში ხართ? შეხედეთ, ჰაერი, ხმლები და არკანის შეყვარებულები. ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნის წინაშე დადგებით. ან უკვე დგახართ ამ არჩევნის წინაშე, ინდივიდუალურად რეზონირდება. და შეხედეთ, ამ არჩევნის გაკეთების მომენტში ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მოусმინოთ თქვენს სინდის, მოусმინოთ სამართალს, არავითარ შემთხვევაში არ მოიტყუოთ საკუთარი თავი, იყოთ მაქსიმალურად გულურცფელი საკუთარი თავისა და სამყაროს წინაშე, არ წახვიდეთ თქვენივე მორალის და თქვენივე სინდის ნამუსის იქით იყავით გულურცფელი, მართალი, კეთილსინდისიერი და მიიღეთ გადაწყვეტილება რაციონალური გონებით. მაგალითად, თუ დაუშვათ, არ ვიცი, თქვენს რეალობაში არის კონკრეტული ადამიანი, რომელიც ძალიან ცუდად მოქმედებს თქვენზე, არის დაუშვათ ძალიან ტოქსიკური, ძალიან ბოროტი თქვენთან მიმართებაში და თქვენ ზუსტად იცით, რომ დროა ამ ადამიანთან კავშირი და კომუნიკაცია გაწყვეტოთ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა გაწყვეტოთ მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა მიჯაჭვულობები იყოს აქ, ხო? არკანი კვერთხების სამიანი ამოვარდა ასევე, რომელიც მეტყველებს ახალი გზის შესახებ, იმის შესახებ, რომ თქვენთვის იხსნება ახალი პერსპექტივები, ახალი გზები, მეტი სხვათა შორის აღიარებაც კი, ანუ მეტად აღიარებული იქნებით. და ასევე აქ თქვენთვის რეკომენდაციის სახით ამოვიდა ასეთი ინფორმაცია, რომ სანამ გადაწყვეტილებებს მიიღებთ, მანამ კარგად შეაგროვეთ
საჭირო ინფორმაციები, არ არის საჭირო სიჩქარე, მაგრამ არის საჭირო სიმართლე, გულწრფელობა და სამართლიანობა. არავითარ შემთხვევაში აქ არ უნდა იყოს ტყუილი და ილუზიები. სულ ეს არის პირველი ვარიანტი. უღრმესი მადლობა და გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე ვარიანტზე. ნახოთ აბა თქვენ რა გელოდებათ. არკანი ქურუმი ქალი, უფროსი არკანი. უპირველეს ყოვლისა თქვენი ინტუიცია მაქსიმალურად გამძლავრებული იქნება ნამდვილად ამ ერთი კვირის განმავლობაში. კარგად დააკვირდით როგორც თქვენს ინტუიციას, ასევე თქვენს სიზმრებს, თქვენს შეგრძნებებს, თქვენს წინად გრძნობებს, იმიტომ რომ აქ ნამდვილად შეიძლება არა, აქ ნამდვილად მოვა რაღაც გარკვეული ინფორმაციები თქვენს სიზმრებში, უბრალოდ ყველასთან არა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ყველა ადამიანის ცნობიერი ყოველთვის ერთნაირად არ არის მზად ინფორმაციებისთვის და მსგავსი რაღაცეებისთვის. მაგრამ ბევრი თქვენგანის რეალობაში ზუსტად ასეთი მომენტი იქნება. ანუ სიზმრის ხილვის მეშვეობით მოსული ინფორმაციები, მაგალითად მედიტაციის დროს, ხო? და თავარ როლს თქვენს რეალობაში ამ ერთი კვირის განმავლობაში ითამაშებს ქურუმი ქალი. ეს ქურუმი ქალი უმეტესობასთან რეზონირდება ისე, რომ იქნებით თავად თქვენ თვითონ და აქ თქვენს სქესს არ აქვს მნიშვნელობა და არც იმას აქვს მნიშვნელობა თქვენ ხართ თუ არა პრაქტიკოსი ან ეზოთერიკოსი. ვისაც ძლავრი ინტუიცია გაქვთ, იცოდეთ რომ ეს ქურუმი ქალი ხართ თქვენ. თუ თქვენ ხვდებით რომ ეს თლად თქვენი ენერგია არ არის, ამ შემთხვევაში თქვენს რეალობაში კონკრეტული ქალი მოვა, რომელიც რჩევისა და რეკომენდაციის სახით მოგცემთ ძალიან მნიშვნელოვან და მეც ეს ვიტყვი საბედისწერო მიმართულებას. ეს შეიძლება იყოს მშობელი, დაქალი, მეგობარი, რატომაც არა, ხო? ან ეზოთერიკოსი. შესაძლოა საჯარო გაშლის მეშვეობით, ან შეიძლება პირადი კონსულტაციის მეშვეობითაც. დავამატოთ კიდევ არკანები მეორე ვარიანტისთვის რა გელოდებათ 8 ივნისიდან 16 ივნისის ჩათვლით. არკანი ეშმაკი, არკანი კვერთხების რაინდი. აქ უკვე ცეცხლოვან ენერგიებს ვეხებით მეტად და კვერთხების პაჟი. მეგობრებო, რა ხდება? პირველ ვარიანტზე როგორი არკანები ამოდიოდა და ახლა აქ როგორი ამოდის. ნუ პირველ რიგში აქ ძალიან ბევრი პროვოკაციები იქნება, ნამდვილად ძალიან ბევრი ცდუნებები. და რას ეხება ეს ცდუნებები? პირველ რიგში ძალიან ბევრი თქვენგანის შემთხვევაში რეზონირდება როგორც ცდუნებები სქესობრივი კავშირის კუთხით, ასევე ბევრთან რეზონირდება როგორც ცდუნებები არა მაინც და მაინც სქესობრივი ასპექტით, არამედ უფრო მეტად მაგალითად თქვენ კონკრეტულ ადამიანთან გაქვთ გაწყვეტილი ურთიერთობა, კომუნიკაცია და ამ ერთი კვირის განმავლობაში იქნება პროვოკაციები იმაზე, რომ ამ ადამიანს შეურიგდეთ, მასთან ურთიერთობა ან კომუნიკაცია აღადგინოთ, მაგრამ თქვენ რეალურად მშვენივრად ხვდებით, რომ არაფერი აღსადგენი აქ არ არის და რეალურად ეს ადამიანი რა ტკბილი სიტყვებითაც არ უნდა მოვიდეს თქვენკენ, მაინც მანიპულატორია და მაინც ყველაფერი ცუდისკენ წავა, ხო? ამიტომაც შეინარჩუნეთ საღი გონება, საღი აზროვნება, ნუაყვებით ასეთ ცდუნებებს, ეს იქნება პატარა გამოცდა თქვენთვის, თუ რამდენად კარგად ისწავლეთ გაკვეთილები წარსულში. აქ იქნება ძალიან ბევრი ინიციატივები, როგორც ადამიანებისგან, რომლებიც უკვე დიდი ხანია წარსულში ჩაარჩა, ასევე ახალი ადამიანისგანაც, როგორც მინიმუმ ერთისგან და შეხედეთ თქვენში გამოიღვიძებს მაქსიმალურად თქვენი შინაგანი ეშხი, თქვენი შინაგანი ფემინური ენერგიები ვიღაცისთვის კი უბრალოდ თქვენი ქარიზმა და თქვენი ეშხი. კიდევ ერთი არკანი მინდა რომ დავამატო აქ, რა გელოდებათ? კვერთხების ხმლებისათიანი უკაცრავად, თქვენს რეალობაში სრულდება, უახლოვდება დასასრულს, კულმინაციას, რაღაც კონკრეტული ნეგატიური ეტაპი, რაღაც კონკრეტული ნეგატიური მოვლენა. და შეხედეთ, აქ შესაძლოა ყველასთან
არა, რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან ბევრ თქვენგანთან იქნება აღიარებები იმისა, თუ ვინ როგორ გრძნობდა რეალურად თავს. მაგალითად, აქ ბევრ თქვენგანთან რეზონირდება, როგორც ისეთი ინფორმაცია, რომ დავუშვათ თქვენი ყოფილი მეგობარი აღიარებს იმას, რომ აი, იცი შენ გარეში ისე ცუდად გრძნობდი თავს ან რაღაც მსგავსი, ან თქვენი ყოფილი შეყვარებული, ან შესაძლოა ვიღაც სხვა ადამიანიც კი, ხო? სულ ეს არის მეგობრებო, მეც ნამდვილად ვეღარაფერს დავამატებდი. მე კი გისურვებთ ბედნიერ ნაყოფიერ კვირას და